ტრადიციულად კულტურა ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა ამ სახელწოდების გამოფენას ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გუდიაშვილის მიერ შესრულებული ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლები, მათ შორის იქნება ტაო-კლარჯეთისა და ბიჭვინთის ექსპედიციის დროს შესრულებული ნამუშევრები. კედლები ჩემს მიერ იყო მოხატული. შემდეგ ერთ-ერთი მორიგი განკარგულებით ყველა კედელზე მოხატულობა. ფრესკები იყო ჩამოფხეკილი. სამწუხაროდ ფოტო რეპროდუქციაც არ გადაიღეს ლადო გუდიაშვილი. ლადო გუდიაშვილის შემოქმედებითი პრინციპები ვერც ჩამოფხეკილმა მხატვრობამ და ვერც რეპრესიებმა ვერ შეცვალა. საბჭოთა სისტემის სისასტიკესა და მანკიერებაზე მხატვარი ამ ნამუშევრებითა და სოციალისტურ რეალობას სრულად აცდენილი ფერწერით რეაგირებდა. როდესაც წარმოგვედგინა ლადო გუდიაშვილის შემოქმედების მრავალფეროვანი შემოქმედების განსაკუთრებული მხარე, ის მხარე, რომელიც ნაკლებად არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. წარმოუდგენელია საბჭოთა ხელისუფლებას მოსწონებოდა ის ფაქტი, რომ ლადო გუდიაშვილმა კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის თხოვნით ქაშვეთის ეკლესია მოხატა. მივიწყებული ენკაუსტიკის წესით ზეთის საღებავების გარეშე. შემდეგ კი ბიჭვინთის მე-6-მე-6 საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა გადარჩენის ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, როგორც იხსენებენ მუშაობდა გატაცებით. გააკეთა უამრავი ესკიზი და ჩანახატი. მოზაიკის გადმოტანა, მისი ასლის გაკეთება ეს გულისხმობს ყოველი კენჭის აბსოლუტური სიზუსტით გადმოტანას. აქ ლადო გუდიაშვილი როგორც შემოქმედი, ამხელა შემოქმედი, გენიოსი შემოქმედია, ჩვენ ხო ვიცით, ის თრგუნავს თავის თავში ფაქტობრივად შემოქმედს და ხდება ისე ვთქვათ შემსრულებელი. ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ მონუმენტურ მხატვრობას. თავად მხატვარიც ამბობდა, რომ ქართული ფრესკები ხელოვანისთვის ფანტაზიის ულევი წყაროა. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში 1917 წელს 6 თაყაიშვილის ექსპედიციაში უამრავი ფრესკის ესკიზი გააკეთა. ლადო გუდიაშვილის ფერწერული ფრესკის ასლები 100 წლის დროის არის უკვე შესრულებული. საუკუნოვანია თითქმის ეს ასლები. უმნიშვნელოვანესია იმით, რომ მაგალითად ეს ზოგიერთი აღარც არსებობს და დედანის ტოლფასია ზოგიერთი ასლი. გუდიაშვილის მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. მხატვრის 120 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა 15 თებერვლამდე გაგრძელდება.